აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე თანამდებობაზე რჩება. საკითხს დღეს უყარეს კენჭის სრაში მონაწილეობა არ მიიღო უმრავლესობის 13-მა დეპუტატმა, ხოლო უმცირესობის 8-ხმა ავთანდილ ბერიძის თანამდებობიდან გადაყენებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. კენჭისყრის დაწყებამდე უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერმა დავით ბაციკაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის მიერ მოწყობილ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებდა. ის საკითხი, რომელიც დააყენა ნაციონალურმა მოძრაობამ, იყო ალოგიკური. ასე საკითხები არ დგება და ამ მოტივებით და ამ მიზეზებით არ ხდება თანამდებობის არჩეული პირის გადაყენება. პოლიტიკური თამაში ნაციონალური მოძრაობისგან გამოუცდელი პოლიტიკოსები არიან, საერთოდ პოლიტიკაში დაბრუნებაა საჭირო. ისინი ყოველთვის იყვნენ ხელისუფლებაში, ხელისუფლებიდან მოხდება პოზიციაში და არ იციან რას ნიშნავს ოპოზიცია. ასაგებია ძალიან რთული საკითხი იყო ავასახსენებელ ჯიბთან დაკავშირებით, მაგრამ სხვა თემები მათ არ აქვს. პირადად მათ მოეკითხათ მიხეილ სააკაშვილისგან შეძენილი 100 მილიონი ლარის ღირებულების თვითმფრინავი კომპორტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შეიქმნა წლების განმავლობაში. სამწუხაროდ ჩვენ იუმორისტული გადაცემების გმირები სამწუხაროდ უფრო ხშირად ვართ, ვინმე რაღაც სერიოზული საქმიანი გადაცემების და ეს არის დამსახურება ასეთი დამოკიდებულების